Აზის მკვლელობის ოქროს მოწმე დღეს ხდომათა დარბაზში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა. კახაძანძავასთან ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ის 20 წლის განმავლობაში იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და ადვოკატების შეფასებით მას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა კონფლიქტი მაგალითად ძმებ მიქაძეებთან, გიორგი ჯოხაძესთან, იმ პირებთან, რომლებიც მოიაზრებიან ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორებად. ვერც ერთი პირი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეზე, დღეს კახაძანძავამ ვერ დაასახელა, რომ იყო რაიმე ტიპის კონფლიქტში მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან, თუმცა დამატებითი კითხვები ჩნდება ახლა იმასთან დაკავშირებით, კახაძანძავამ გადამალა თუ არა მისი 2 კუთვნილი ტელეფონი განზრახ, რომელიც არ წარმოუდგინა გამოძიებას და ის რეალურად საქმეში მხოლოდ 10 თვის შემდეგ გაჩნდა. დღეს ადვოკატები სვამდნენ ბევრ კითხვას მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით, რომელიც კახაძანძავამ არ წარადგინა პოლიციის განყოფილებაში, 3-ჯერ არის გამოკითხული დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ ჰქონდა ტელეფონები ჩაბარებული, ამბობდა რომ მისთვის გამომძიებლებსაც არ მოუთხოვიათ აღნიშნული ტელეფონების წარმოდგენა, რა ინფორმაციას ფლობდა ეს ტელეფონები. შეიძლება თუ არა ასეთი დაგვიანებით საქმეში დამატების შემდეგ, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები შეკვეთილი მკვლელობის საქმიდან გამქრალი იყოს, ეს არის კითხვები, რომელიც ღიად დარჩა. არც გიორგის ვიცნობ, არც დავითს ვიცნობ. არასდროს ლევანს არ უთქვამს, რომ რაღაც პრობლემური სიტუაცია ჰქონდა მათთან. თებერვალში ვიზიტის დროს იყო ცუდხასიათზე, ან არ გამოდიოდა ნომრიდან, თავს არ იდებდა აქტივობებს. ჩვენ გვეუბნებია, რომ თებერვალში უკვე მკვლელობა იგეგმებოდა და შემთხვევით არ მოხდა და ამის განცდა ჰქონდა ლევანს. მაგას მე როგორ მიხვდებოდი, მაგრამ ჩვეულებრივად იყო ყველა აქტივობაში ჩართული. გოდერძიზე გაუვალ ტყეში დამატებითი დაცვის წევრი ხომ არ წაუყვანია, ან იცოდით, რომ ლევანს იარაღი ჰქონდა? არა, იარაღი გოდერძიზეც არ ჰქონია. ტელეფონი თუ გქონდათ თან შემთხვევის დღეს? შემთხვევის დღეს ტელეფონი მქონდა, მაგრამ პოლიციაში არა. ვინც მიმიყვანა ვაკის პოლიციაში, იმის მანქანაში დავტოვე. ვინ მიმიყვანა არ მახსოვს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არც გამხსენებია. ვიღაცამ დამიბრუნა ჩემი ტელეფონი მოგვიანებით საავადმყოფოში. ვინ დამიბრუნა არ მახსოვს. ვაკეში იყო ანძების თანახმად ეს ტელეფონი ღამის 3 საათამდე, სადაც თქვენი გამოკითხვა მიმდინარეობდა. არ ვიცი. საავადმყოფოში ვინ მიგიყვანათ? არ მახსოვს. კახაძანძავას ჩვენება დღეს ადვოკატებმა ცალსახად შეაფასეს, როგორც დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება, ის გარემოება, რომ არც ერთ ბრალდებულთან კონფლიქტზე არაფერი იცოდა კახაძანძავამ და მეტიც არსმენია, რომ ლევან ჯანგველაძეს რუსეთში ყავდა მეგობრები ილია მიკულსკი და როზანა არცისოვა. ადასტურებს ადვოკატებისთვის იმას, რომ აღნიშნული სიცხლის სამართლის საქმე ეგრეთ წოდებული ორგანიზატორების წინააღმდეგ არის შეკერილი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ არცისოვა და მიკულსკი არიან ის 2 რუსეთის მოქალაქე, რომლებიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ, მათ მისცეს სწორედ ჩვენება ოთარ ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ და სწორედ მათ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომ ბიზნეს დავა არსებობდა ლევან ჯანგველაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს შორის, რის გამოც დაიგეგმა სავარაუდოდ აღნიშნული მკვლელობა და ეს 2 მოწმე ასევე საუბრობს იმაზე, რომ ლევან ჯანგველაძე ყოველდღიურად პრაქტიკულად როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში გრძნობდა მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს. აღნიშნულმა მოწმემ გამორიცხა, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში ლევან ჯანგველაძეს ჰქონდა საფრთხის შეგრძნება. ეს იმის ფონზეა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბრალდების დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ თითქოს და 2025 წლის თებერვლის თვეში მიმდინარეობდა მკვლელობის ორგანიზება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლევან ჯანგველაძის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ პრობლემები ჰქონდა, გნებავთ ბიზნესთან დაკავშირებული, გნებავთ სხვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული, ასევე კახაძანძავამ განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძეს არასოდეს უხსენებია, რომ მას პრობლემა ჰქონდა გიორგი მიქაძესთან, რომ მას პრობლემა ჰქონდა დავით მიქაძესთან. გამოძიება შედის ჩიხში იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი ბოლო 2 მოწმე რუსეთის ფედერაციიდან ქალბატონი როზა ნარცისოვა და ვინმე ილია ნიკულსკი წარმოადგენენ და ცრუ მოწმეებს და მათ მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, იმიტომ რომ კახაბერძანძავამ ასევე განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძის მეგობრებს რუსეთის ფედერაციაში იცნობდა აბსოლუტურად ძალიან ბევრ პირს და არასდროს არ სმენია ვინმე როზა ნარცისოვას და ილია ნიკულსკის შესახებ. შესაბამისად, ეს გარემოებაც ცხადყოფს ყოველივე იმას, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საქმეში არის წარმოდგენილი და სასამართლოს ხომაზე იკვლევა და დასტურდება ის, რომ ეს საქმე წარმოადგენს სრულიად სიცრუით გაჯერებულ
ვითომდა მტკიცებულებების საფუძველზე შეთითხნილ საქმეს. ერთი მოწმე, რომელსაც დღეს სასამართლო მოусმინა, არის გამომძიებელი პატაკის ავტორი, რომელიც სასამართლოს და გამოძიებას ბუნებრივია აწვის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ იგეგმებოდა სასტუმრო თაუერში ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და ამ შეხვედრაზე როგორ იყვნენ გიორგი და დავით მიქაძეები და ასევე გიორგი ჯოხაძე.